ანუ შენ ფიქრობ, რომ შენს რეალობას მართლა შენ აკონტროლებ და თავისუფალი ხარ? გამარჯობა, ეხლა არის ღამის 2 საათი და რა თქმა უნდა, ყველა ღამის 2 საათზე გვაწუხებს ეგზისტენციალური ფიქრები და გადავწყვიტე, რომ დღეს თქვენთან ერთად გავიგო, რეალობას აღვიქვამ, თუ მაჯერებენ, რომ რეალობას აღვიქვამ. დღეს მინდა რომ ძალიან ფრთხილად შეგიყვანოთ პროპაგანდის სამყაროში, ოღონდ არა პოლიტიკური თეორიებით, არამედ ფილმებით. და სანამ მიფიქრებ, რომ ზედმეტად დრამატულად ვლაპარაკობ, მოდი, შენთან ერთად გავიხსენებ 3 ფილმს, რომელიც იცი წესით და თუ არ იცი, ჩემთან ერთად შეხვალ პროპაგანდის სამყაროში. და მე შენ გაჩვენებ პროპაგანდის იმ დონეებს და იარაღებს, რომლებიც ჩვენზე ისე მოქმედებენ, რომ ვერც კი ვამჩნევთ. აი, აქ იწყება პროპაგანდის პირველი დონე, რომელიც იდეალურად არის ნაჩვენები ფილმში The Truman Show. წარმოიდგინე ქალაქი, სადაც ყველა იღიმის, ყველა ბედნიერია, ქალაქში პრობლემა არ არის და ყველაფერი არის იდეალური. მაგრამ მიუხედავად ამ იდეალურობისა, რაღაც არ ჩდება. ქალაქში იდეალურობის შექმნის მიზანი არის ის, რომ ტვინმა კითხვები აღარ დასვას და როცა ტვინი კითხვებს აღარ სვამს და კომფორტის ზონაში, ის მიყვება დინებას. შესაბამისად, Truman-ის გონება, რომ ბევრი არ იწვალოს და ბევრი არ იფიქროს, გარემო თავაზობს იდეალურ ცხოვრებას. ხალხი ერთნაირია, ყველა მომღიმარია, ყველა უყვარს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კონტროლის ეს დონე, როცა ადამიანს უქმნი იდეალურობის ილუზიას, ძალას კარგავს მაშინვე, როცა ადამიანს რაღაცაში შეაქვს ეჭვი. და სწორედ ამიტომ ახლა გადავდივართ ფილმზე Hunger Games-ზე, სადაც კონტროლი მუშაობს ემოციების საშუალებით. ამ ფილმში ხალხმა უკვე ძალიან კარგად იცის, რომ თავისუფლება რეალურად შეზღუდული აქვთ, თუმცა სისტემა აქვთ გონებაში, რომელიც ასწავლის შიშს, სიძულვილს, მტრობას, სისხლს და ასე შემდეგ. როცა ადამიანი ცხოვრობს შიში, ის რეალურად გონებით დიდად ვეღარ ფიქრობს, მოქმედებს ინსტინქტებით და ეგოისტურობით, იმიტომ რომ რაღაცნაირად გადარჩეს. ერთ-ერთი ძლიერი манипуляცია და ერთ-ერთი ძლიერი იარაღი ხალხის დასამორჩილებლად. მთავრობა ქმნის გმირებს და ანტაგონისტებს, რომ ხალხის მთლიანი ყურადღება გადაიტანოს ამათზე, დადგან პერფორმანსი და რეალური პრობლემები მოიტოვონ უკან. მოკლედ გავიარეთ პროპაგანდის ორი ხერხი, პირველი არის გარემოს კონტროლი, მეორე არის ემოციის კონტროლი და ეხლა გადავდივართ მესამეზე, რომელიც არის მტრის ხელოვნურად შექმნა. ადამიანი, რომელზეც გადაწყდება ყველა ჯოხი და პიროვნება, რომელიც სიძულვილიც იქნება აუცილებელი. აქ მოვიშველიებ ფილმს 1984. ფილმში სისტემა თავად წვეთს, ვინ უნდა იყოს საფრთხე, ვინ უნდა ეზიზღებოდეს ხალხს მასიურად, ვისი უნდა ეშინოდეთ. რეალურად შეიძლება ეს რაღაც ან ვიღაც საერთოდ არ არსებობდეს, თუმცა ფიქრის კონტროლით, რომ ვიღაცას ამით აშინებ, უკვე ძალიან დიდი манипуляციაა. ალბათ ყველას გქონია ის მომენტი, როცა სიმართლე გიგონა რაღაც და თან კბილებით იცავ ამ სიმართლეს და რაღაცა დღის ბოლოს ხვდები, რომ თურმე უბრალოდ ტყუილი მოისმენე ძალიან ბევრჯერ. მოკლედ ამაზე 1984 და თუ კითხვა გეზარებათ, უყურეთ მაინც. მოიცა ერთი გამონათქვამია, რომ ხალხს მართლა სჯერა რომ ღმერთი წვეთსო მაგათ პეცო რა და იყო მერე ვიდეო კადრებში ძალიან ბობოლა ადამიანები რა. თუ დაკვირდებით, ყოველ ფილმში სისტემის გრევა იწყება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანები იწყებენ ფიქრს და შეწინააღმდეგებას. საბოლოოდ ამ სამივე დონეს, რაზეც დღეს ვისაუბრე, აქვს ერთადერთი მიზანი, რომ მე და შენ კითხვები აღარ დავსვათ. ამიტომ მოდი პირიქით გავაკეთოთ და ძალიან ბევრი კითხვა დავსვათ. ჩემი აზრით, მე და შენ თუ კითხვებს დავსვამთ, ეგ გააჩენს კედელზე ძალიან დიდ ბზარს. და იდეაში ბზარით კედელი არ გაინგრევა, თუმცა სამაგიეროდ გაჩვენებს, რომ კედლის განგრევა შესაძლებელია. თუ გინდა რომ ბზარის გაჩენის მაგრად კედელმა დაიწყოს გრევა და ამ გრევის მიზეზი გახდეს შენ, ერთადერთი რაღაც გავს გასაკეთებელი. და ეს არის ფიქრი. ხა დავსვა კითხვა, რომელზეც პასუხი ძალიან ცხადია. ის რაც დღეს ვისაუბრებ, მხოლოდ ფილმებში ხდება?